გამარჯობათ. Რას გაიხსენებდით 9 აპრილთან დაკავშირებით 26 წლის შემდეგ? 9 აპრილი ეს სრულიად საქართველოსთვის დიდი ტკივილია. მაგრამ ამ ტკივილს დღევანდელი გადასახედიდან ჩვენი თოლა გოგობიჭების ინტერესი ამ დღისადმი უფრო ამსუბუქებს, შეიძლება ასე ითქვას. 9 აპრილს ეს ერთი დღე არ იყო 9 აპრილი, ეს დიდი ხანი მზადდებოდა. ამას ამზადებდა ამ 9 აპრილს ერთის მხრივ საქართველოს ერთიანობისთვის და ქართული სულისთვის მებრძოლი ხალხი და მეორეს მხრივ ერთიანობის წინააღმდეგ არსებული ძალები. და 9 აპრილის ზუსტად ის კულმინაცია იყო, როდესაც რუსეთის იმპერია უკვე ძველებურად ვერ მართავდა თავის შეერთებულ სახელმწიფოებს და ის სახელმწიფოები კიდე ძველებურად ვერ ჩერდებოდნენ რუსეთის იმპერიასთან. და საბედნიეროდ თუ საუბედუროდ, ალბათ საუბედუროდ ის 21 ადამიანი, რომელიც გმირები არიან სრულიად საქართველოსთვის და საბედნიეროდ იმიტომ რომ ერმა საბოლოოდ გაიღვიძა 99 წლის 9 აპრილს და ესეთი ერთსულოვნება და ერთმუშტად შეკრული ქვეყანა არც მანამდე მე-20 საუკუნეში და არც დღემდე მეტირადად არ მინახია როგორც ისტორიულ წყაროებიდან, ასევე პირად ცხოვრებაში. ასე რომ 9 აპრილი ეს არის უახლოეს ისტორიაში საქართველოს ხელმეორედ დაბადება, ქართული სულის აღზევება და ქართველებისთვის როგორც უდიდესად ტკივილიანი, ასევე უდიდესად ლამაზი დღე. 9 აპრილს დაღუპული ადამიანების სულები ყოველთვის იქნებიან საქართველოს მფარველები და ჩვენ არანაირი უფლება არ გვაქვს და 9 აპრილი ყოველთვის გვალვალდებულებს, რომ გვახსოვდეს, რომ ჩვენ ვართ ქართველები და ჩვენ ვართ ის პატარა ერი, რომელიც ბევრჯერ წყვიტავდა უახლოეს ისტორიაში და წარსულში, როგორც მთლიანად კავკასიის ისტორიას, ასევე ევროპაშიც და სხვა უძლიერეს სახელმწიფოებთანაც ცნობილი იყო თავის დროზე საქართველოს როგორც ერი და როგორც სახელმწიფო. აი ეს ხალხი ვართ ჩვენ და ბედნიერება ის არის, რომ ასეთი ჭკვიანი გოგობიჭები გვყავს დღეს და მე პირადად დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენ გავწყინდებით და ჩვენი ქვეყანა კიდევ ერთხელ იტყვის თავის საქმეს სოფლიო კაცობრიობის წინაშე. ასე რომ გვახსოვდეს 9 აპრილი და 9 აპრილის იდეა, რომელსაც ერქვა დამოუკიდებელი საქართველო, აუცილებლად იქნება და ის დაიმკვიდრებს თავის ადგილს მსოფლიოში. ძალიან დიდი მადლობა.